ჩვენ აქ რატო ვართ? ნახეთ როგორი ამინდია გარეთ. რატომ არ განმარტოვდით ჩვენ სახლში ოჯახის წევრებთან სითბოში? რისთვის მოვედით აქ? ერთადერთი პასუხია, ეს არის რწმენა, რომელმაც არ მოგვასვენა სახლში, ვირჩევნია წამოვსულიყავით აქ, ასეთ ამინში, იმისათვის, რომ ჩვენი სარწმუნოებრივი მოთხოვნილება, ჩვენი სულისა დაგვეკმაყოფილებინა, ჩვენ სულს წყურია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ამიტომ მოვდივართ აქ. მაგრამ ეს რწმენა როცა ჩვენ ასე გამოვხატეთ, რომ ჩემს სულს წყურია იესო ქრისტე და მასთან მუდმივი მყოფობა, არ უნდა იყოს ეპიზოდური და არ უნდა იყოს ხანდახან, არ უნდა იყოს წირვის დროს და ასე შემდეგ, არამედ ის უნდა იყოს ყოველთვის და ის უნდა იყოს სულ. მაშინ ვართ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები და ჩვენი არსება სავსე უნდა იყოს მისით. ლოგიკურიც არის, ჩვენ როდის გარდავიცვლებით არ ვიცით. გამოცხადებით ჩვენ ვიცით. როგორც გარდავიცვლებით, რა მდგომარეობაშიც ვიქნებით, იმგვარად წარვდგებით ღვთის წინაშე, იმგვარად განვისჯებით. და რადგან მე არ ვიცი, როდის უნდა გარდავიცვალო, ჩემ ცხოვრებაში არ უნდა იყოს თეთრი ლაქები, როდესაც მე ქრისტესთან არა ვარ, როცა მე ქრისტესთვის არ მცალია, როცა მე სხვა საქმეები მაქვს. გესმით? ეგეთი ეპიზოდები, ეგეთი თეთრი ლაქები ჩემ ცხოვრებიდან ნელ-ნელა უნდა გაქრეს და ამოიძირკվოს მთლიანად და მთლიანად ღმერთით გავიფსო.